შენ ახლა ალბათ საყვარელ სავარძელში ზიხარ. ჩართე ეს ვიდეო და გონია რომ უძრავად ხარ? ან ტრანსპორტში, ან მანქანაში ხარ და ფიქრობ რომ მოძრაობ 30, 50, ან თუნდაც 100 კმ/სთ სიჩქარით? არა. შენ ამაზე 100,000 ჯერ სწრაფად მიქრი. როგორ? ამას ამ ვიდეოში გაიგებ. გამარჯობა. მე ვახოვარ და ეს სივრცე დროა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემს პირველ ვიდეოზე ასეთი გამოხმაურებისთვის. ნამდვილად არ მეგონა, როდესაც რამდენიმე დღის წინ არხი საერთოდ არ არსებობდა, პირველივე ვიდეოს ამდენი ლაიქი და კომენტარი ექნებოდა. და სულ რაღაც 2-3 დღეში 300 გამომწერს გადავწდებოდი. მადლობა თითოეულ თქვენგანს. სამყაროში უძრავი არაფერია. ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი მოძრაობს. დაწყებული ატომებიდან დამთავრებული galaktikების ჯგუფებით. და რაც უფრო მაღალ მასშტაბებზე ავდივართ, სიჩქარეები მით უფრო უახლოვდება სიგიჟეს. ამიტომ სადაც არ უნდა იყო, შეიკარი ღვედი, ან რამეს მოეჭიდე, შეიძლება თავბრო დაგეხვეს და წავედით. ყველამ ვიცით, რომ დედამიწაზე დღეს და ღამეს მისი საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა განსაზღვრავს. დედამიწას ერთი სრული ბრუნვის შესასრულებლად სჭირდება 24 საათი. უпростоრად 23 საათი, 56 წუთი და 4 წამი. დედამიწის გარშემოწერილობა ეკვატორზე 40,075 კილომეტრია. მარტივად 40,075 კილომეტრი რომ გავყოთ 24 საათზე, ვიღებთ 1670 კილომეტრს საათში. უბრალოდ სავარძელში რომ იჯდე და წიგნს კითხულობდე, ჩათვალე რომ უკვე მოძრაობ ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავზე თითქმის 2-ჯერ სწრაფად. მაგრამ დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ჩამოყალიბების პროცესში იყო, დღევანდელზე 3-4 ჯერ სწრაფად ბრუნავდა. წარმოიდგინე, დღე-ღამე მხოლოდ 5 საათს გრძელდებოდა. კომენტარებში დაწერე, უკეთესი იქნებოდა თუ უარესი, რომ დღესაც ასე იყოს. ეს სიჩქარე შემდგომ მთვარის წარმოქმნამ შეაჩერა და დღეს, ჩვეულებრივ, 12 საათიანი დღე-ღამე გვაქვს. მაგრამ ჯერ სათხარ. დედამიწა მზის გარშემო ერთ ბრუნს 365 დღეს. უпростоრად 365 დღეს 6 საათს და 9 წუთს ანდომებს. ზუსტად ამ დაგვიანების გამო ვამატებთ ნაკიან წელიწადში ერთ დღეს, რომ გაზაფხულმა ზაფხულში არ გადაიწიოს და ყველაფერი არ აირიოს. სხვათა შორის საინტერესოა, რომ დიდ პერიოდზე უფრო მეტი სიზუსტისთვის ყოველ 100 წელიწადში ერთი ნაკიანი წელიწადი ამოვარდნილია. მაგალითად 2000 წელი ნაკიანი იყო და შესაბამისად დაემატა 366 დღე, ხოლო რაც შეეხება 1900 წელს ნაკიანი უწევდა, მაგრამ მაინც 365 დღიანი წელი იყო. მზის გარშემო ორბიტა საშუალოდ 940 მილიონი კილომეტრია. მარტივად 940 მილიონი კილომეტრი რომ გავყოთ 365 დღეზე და 24 საათზე, ვიღებთ სიჩქარეს, რა სიჩქარითაც ჩვენ მოძრაობთ მზის გარშემო და ეს არის 107,000 კილომეტრი საათში. ანუ სავარძელში წიგნის კითხვისას გონია რომ მხოლოდ ამ სიჩქარით მოძრაობ? არა. რა თქმა უნდა მზეც ბრუნავს, ჩვენი galaktikis ირმის ნახტომის გარშემო, რასაც საშუალოდ 240 მილიონ წელიწადს ანდომებს. ადრე, როდესაც მზე galaktikis ზუსტად იმავე ადგილას იყო, რაზეც დღეს არის, დინოზავრები ჯერ კიდევ მაშინ იდგამდნენ ფეხს დედამიწაზე. აქ უკვე თავს დავანებებ მანძილების და გაყოფების მოყვანას. მაგრამ არა, მოდი მაინც ვთქვათ. ჩვენი galaktikis გარშემო მზის ორბიტის სიგრძე არის 1,6 სექსტილიონი კილომეტრი, ანუ 1,6 რომ მიუწეროთ 18 ნული. ეს რიცხვი რომ გავყოთ იმ დროზე, რაც მზეს სჭირდება galaktikis გარშემო ერთი ბრუნისთვის, სიჩქარე იქნება სიგიჟე, დაახლოებით 830,000 კილომეტრი წამში. სამგზავრო თვითმფრინავის სიჩქარე ხომ გახსოვთ? 900 კილომეტრი საათში. ეს კი 830,000, თითქმის 1000 ჯერ მეტი. და ახლა ფიქრობ, რომ ამაზე სწრაფად რაღა უნდა მოძრაობდეს? ცდები. რა თქმა უნდა, ჩვენი galaktikაც მოძრაობს, თუ ამას მოძრაობა ქვია. ირმის ნახტომი სხვა ლოკალურ galaktikებთან ერთად მიიწევს, პირდაპირ თარგმნოთ ასე იქნება, დიდი მიმზიდველისკენ. იგივე Great Attractor. სამყაროს ეს რეგიონი ბოლომდე არცაა გამოკვლეული. ვარაუდობენ, რომ იქ უამრავი galaktikაა შემჭიდროვებული და უდიდესი ძალით იზიდავს სხვა galaktikებსაც. მათ შორის ჩვენც. ხო და ჩვენი galaktika, ირმის ნახტომი, ამ დიდი მიმზიდველისკენ მიქრის მზად ხარ? 2,150,000 კილომეტრი საათში სიჩქარით. აი ამ წუთებში, ამ ვიდეოს უყურებ და მოძრაობ 2,150,000 კილომეტრი საათის სიჩქარით. როცა ფორმულა 1-ის ბოლიდის რეკორდი 397 კილომეტრია საათში. თან ეს რეკორდი სატესტო რეჟიმშია მიღწეული. რეალური რბოლის დროს დაფიქსირებული რეკორდი სულ რაღაც 372 კილომეტრია საათში. ახედე საათს და დრო დაინიშნე. ზუსტად 1 საათის შემდეგ იმ ადგილიდან როცა დრო დაინიშნე 2 მილიონზე მეტი კილომეტრით იქნები მოშორებული. თუ მოგეწონა ვიდეო აუცილებლად დაალაიქე. კომენტარებიც ღიაა შენი აზრის დასაფიქსირებლად. არხსაც თუ გამოიწერ, მომდენო საინტერესო ვიდეოებიც აღარ გამოგრჩება.
დროებით. შევხვდებით მომავალ სიუჟეტში.